მათე მივიყვანე გოგოებო და არაფრით არ შეიძლება ჩემთვის სათვალის გარეშე გამოსვლა. ცრემლები მომდის ისე ამ მზეზე გაზაფხულის მზეზე. აი არ ვიცი რა. და ესე იგი ვეღარ ვიწყვეტავ ამ ცრემლებს. ისეთ დღეში ვარ. ძალიან შემაწუხა დღეს განსაკუთრებით ცრემლი მომდის ორივე თვალიდან. რატო არ წამოვიღე სათვალე? ქარია თან მზე და ამათ უყურეთ ერთი. საყვალები არიან. ჩვენი მანქანა როგორ არის მოწყენილად რო არის მოწყენილად. აი ხლა წყალში შევიდეთ. მოვედი ხლა შემოვედი და ჩემი ყავა დამჩა. თითქმის სავსეა. კაციდებოდა. გოგოებო რა ძნელია წყალი რო არ არის. ხორცი ვიყიდე. ხო გეუბნებით აბნეული ვარ მეთქი და არ ვიცი მეთქი რა ვიყიდე და როგორ ვიყიდე. ეს არის ფარში, მაგრამ მე გავატარებინე. მოვაჭრეინე ხორცი. ძალიან კარგი. კარგად გამოიყურებოდა და ძირითადად ეს არის საქონლისა. ძალიან ცოტა შევარევინე ღორის საქონლის ხორცია. უცდავარი ეს ერთი. კატასტროფულად ძვირია რა ჩემი აზრით. მანძერია. ქაღალდებია, ფნილია. აი სარეცხის ფნილი ვიყიდე. ორი ცალესნიკესი. წვანილი. ხაფი და ქინძის საჭმელისთვის მინდა. კარტოფილის საჭმელისთვის მინდა წვნიანი მაგავაკეთ ხორცია. გუფთა ალბათ, გუფთა მათსაც ყავს გუფთა. ყველა მოვჭამოთ რა. და წავიყოს არის მაგას ის არ მქონდა. გამომერია ფნილი. აი ამას ვუმარობ ეს ვიყიდე მართლა. საპონი. სანკაისუნი აქ. დავისა. სასწაულის უნიერ ძალიან. აი ეს ვარდისფერი რომელიც არის გოგოებო. აი აქ. აი ეს არის რა ჩემი საკლები და სულ დავხარჯე რაც მქონდა კვერცხი აღარ მომივიდა. ხო არაფერი მომიტანია ისეთი რა ხორცი რა იყიდებს ციო უკვე რა. აღარ რჩება ფული. ეხლა ვნახე SMS-ი გოგოებო და ხვალ 12 საათამდე წყალი არ გვექნება. გამოგიდგენიათ თქვენ? რა უნდა ვქნა? 2 ბოთლი მაქვს. საჭმელი. ეს როგორ უნდა გავვრეცო? ამას ხო ბევრი უნდა წყალი. გავარჩიოთ. შემოსიხარულებ. და მიყვარხაც და
მადლობა რომ ხართ ჩემთან, ჩემ გვერდზე ვინც ხართ, ვისაც არ ვიცი ვინც გულ შემატკივრობთ ჩემ არხს და მე ჩემი არხი ჩემთვის ყველაფერია, ხო, დილასაც ვთქვი. სასწაული ადამიანები, სასწავლები ვართ, სასწავლები, ჩვენი ფსიქოლოგია. იმიტომ თქვა იესო, როდემდე ვიქნები თქვენთანო, როდემდე ვიქნებიო თქვენთანო. მაგიტო თქვა. რაც არ უნდა გააკეთო, როგორც არ უნდა კარგად მოიქცე, მაინც ვერ დაიმსახურებ რა. საერთოდ ვინც გაქებს ხო, ძალიან ვინც გაქებს ხო, საერთოდ ეგენი ყველაზე საშიშები არიან ხოლმე. მაგრამ აი როგორც არ უნდა ფიქრობდე და ეცადო, რომ კარგად გააკეთო ყველაფერი. მაინც ვერა, მაინც არ გამოგდის ბოლომდე. ხალხი ისეთია, რომ აი არ ვიცი, ზუსტად მაგ სიტყვებიდან ჩანს იესო სიტყვები და როდემდე ვიქნებიო თქვენთან, როდემდე. ხო და იცით რა არის, იცხოვრეთ ისე, როგორც თქვენ გულს გაეხარდება. როგორც თქვენ მოგწონთ, როგორც თქვენ გრძნობთ თავს უკეთესად, ისე იცხოვრეთ. ისე იცხოვრეთ. ძალიან ბევრი კომპლექსი დავძილე გოგოებო, დიდად თავიდანვე არ ვიყავი, ბავშვობიდან არ ვარ მე ძალიან ისეთი კომპლექსიანი, მაგრამ ცხოვრება კიდე უფრო მასწავლის, ძალიან მასწავლის, ძალიან მზრდის. ხო და მახსენდება ერთი ის რა სიტუაცია. რო ჩემი თანამშრომელი დავიცავი ძალიან რა და პირიქით ანუ ის ადამიანი გაამართლა, ვინც ცუდად ექცეოდა და მე გამომტვნა. აშკარად რა ერთი ადამიანი რომ მეორეს ჩაგრის, ახლა უყურეთ რის თქვა მინდა გოგო, ერთი ადამიანი რომ ჩაგრის მეორეს და შევეთანადგომას გამოუცხადებ იმას, ვინც იჩაგრება. და ეს, რომელიც იჩაგრება, იმას რო გაამართლებს, ვინც იჩაგრის და შევგაგამტუნებს.
ეს თებიოთ, არ გაგიკვირდეთ ეს ყველაფერი. აი ესეთები ვარ ზუსტად. ამიტომ შემოკარგებო, ჩემო ძვირფასებო. იმიტომ ამბობ ხოლმე, რომ ცხოვრება გვასწავლებს ეს მწვანილი. რა ვქნა ამასე ეს არ იყო. როგორ მაგავრეთ სხვა საჭმელი. ისეთ გემრიელ საჭმელს ვაკეთებ. და ხელა ყვაბით და ტომატი ახლა მწვანის დავამატებ ნიოს მწვანის სუნელები ფარში უკვე დავამატე და კარგად აქვს მეტი აღარ უნდა ნიორი და ქინძი ცოტა ვშია ეგ არის ეგ